მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მოვედი ისეთი პოლიტიკური ელფერის ვიდეოებით. მინდა დღეს გავიაროთ ისე მოკლედ ამერიკაში რა ხდება, ევროპაში რა ხდება, ევროპის კავშირში რა ხდება, რა თქმა უნდა, ასტროლოგიური ჭრილით, ხო? და რა ტენდენციები არის მოსალოდნელი ამერიკასა და ევროპაში ზოგადად, ხო? ახლა მსოფლიოს მთლიანობაში არ შევახებით, რა თქმა უნდა, ახლა დამოინტერესა. აი ამ ორი საკმაოდ მყარი პარტნიორის, ორი მხარის ესეთი კრიზისული პერიოდი რამ გამოიწვია. ადრე გახსოვთ, მქონდა ვიდეოები დადებული, როდესაც იყო ამერიკული არჩევნები ნოემბერში და მან თქვი, რომ საკმაოდ რთული ტრანზიტი ჰქონდა ამერიკას და ჩვენ ყოველთვის ახლა ვინც ასტროლოგიაში ტრანზიტებით ინტერესდება და აკვირდება მოვლენებს, ყოველთვის როცა რაღაც ისეთ სერიოზული ხდება, აი მძიმე ისეთი სირთულეები, რომელიც შეიძლება რაღაც ფატალურიც კი იყოს ქვეყნისთვის, ან ძალიან დიდხანს დაამახსოვრდეს ქვეყანას ერთს როგორც ტრამვა, ყოველთვის აქ შამთარი არის ხოლმე ჩართული. მაგალითისთვის რო გითხრათ, 2008 წელს ჩვენს რუკაში, როდესაც საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, მაშინ პლუტონი, ტრანზიტული პლუტონი ჩვენ შამთვარესთან იყო შეერთებაში. და ესეთი მძიმე ასპექტები ყოველთვის რაღაც ტრამვული არის ხოლმე, რაღაც სერიოზული მძიმე მოვლენები ხდება ქვეყანასთან და ეს ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, ნებისმიერად შეგვიძლია უბრალოდ თარიღები გადავამოწმოთ ხოლმე და ყოველთვის ჩანს, რომ აქ ან შავმთვარე, ან მძიმე პლანეტებისაც ჩამთვარი აკარეული, ყოველთვის რაღაც სტრესული და ტრამვული ხდება ხოლმე, ხო? და შავმთვარეს ახასიათებს უფრო ემოციითაც დატვირთული სიმძიმე, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი. და დღემდე ეგ კვალი ერთს გვამჩნია, ხო? ეს იმ სტრესის და იმ უბედურების, რაც თუნდაც მაშინ გადაგხვდა. აი ამერიკის რუკაში ზუსტად მაგ პერიოდში, მეგობრებო, სატურნი ამერიკას მთავარი ღერძი არის, სატურნი ჩვენთან საყრდენი არის, სტრუქტურა არის, სახელმწიფო მმართველობა არის, რაზეც დგას ფაქტიურად, დაშენებული რაზეც არის მთელი ქვეყნის სტრუქტურები, აი ეს არის სატურნი ჩვენთან და მას შეუერთდა შავი მთვარე. თან სასწორი პირდაპირ პარტნიორული ურთიერთობები არის, ეს არის მოლაპარაკებები, ეს არის შეთანხმებები და უშუალოდ პარტნიორული ურთიერთობა არის. მან დრო შავი მთვარე მივიდა, თქვი კიდეც, რომ ეს ამერიკისთვის თან სასწორი საკანონმდებლო ორგანო არის, კანონი არის, კანონის უზენაესობა არის, სახელმწიფო სტრუქტურა არის და ამ ყველაფერს სერიოზულად დარტყმას მიაყენებს მეთქი. ვინც არ უნდა მოსულიყო, ეხლა ისე რომ ვთქვათ, ხელისუფლებაში ის ტრანზიტი უკვე გასაგები იყო, რომ აქ რაღაც მოხდება ისეთი, რომელიც საკმაოდ მძიმე იქნებოდა ქვეყნისთვის. თან მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე ვამბობ ხოლმე სადესაწი, როცა ვიძახი, ხო, სატურნის დიდი პერიოდი, მნიშვნელოვანი პერიოდი ეს ქვეყანას, ამერიკაც სადესაწის პერიოდს გადის, საქართველოს სადესაწის პერიოდს გადის, უკრაინაც და ეს არის ფაქტიურად, იცით როგორი ტენდენცია ხოლმე, აი ბოლომდე რო ჩაეშვება ქვეყანა ჭაობში, ბჭყალებში ვამბობ ახლა, აი ყველაზე მისი ნეგატიური მხარე რო ამოტივტივდება და ყველაზე მძიმე ისეთი ეს რო ხდება, მოდით ესე ვთქვათ, რომ აი დანაკარგებამდე რომ მიდის ქვეყანა სერიოზულად, ხო? მაგალითისთვის რო გითხრათ საქართველოს 91 წლის 9 აპრილს, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მაგ პერიოდში მთვარე სატურნის შეერთება იყო და დაგვეწყო სადესაწი და მერე გახსოვთ რაც მოხდა, ხო? ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამოვედით იმ გაჭირვებისგან და უბედურებისგან, რაც მაქედან დაიწყო, ხო? და 30 წელიწადში გაგვიმეორდა ეს სადესაწი 2020 წლიდან დაახლოებით 21 წლიდან დაიწყო ისევ სადესაწი ჩვენთან და ნენელა ვაკვირდებით როგორ უკან მიდის ქვეყანა, ხო? და უკან რას გეუბნებით? აი მინიმუმ განვითარება აღარ არის ხოლმე, მინიმუმ რაღაც ოპტიმიზმი ქრება ქვეყნიდან, რაღაც კარგი და მონაპოვრები კი არ ხდება, უკვე დანაკარგები მიდის აქტიურად ხოლმე, უკრაინის შემთხვევაში ცოტა უფრო რთული რუკა აქვს უკრაინას, თვითონ ნათალური რუკა მაქვს ვიდეო უკრაინის რუკის ანალიზზე და შეგიძლიათ ნახოთ და მათთან, თუმცა ჩვენ იგივე გამოვიარეთ 92 წლებში ზუსტად ეს სადესაწის პერიოდი და ყველაფერი და არ დაუკლია რუსეთს ჩვენთვის ის უბედურება, რაც გამოვიარეთ.
და მაშინ ჩვენ აბსოლუტურად მარტონი ვიყავით და არანაირი პარტნიორები არ ვყავდა და არავინ არ ვყავდა და ეხლა ზუსტად მანდ მივდივართ და შესაბამისად უკრაინა ძიმე პერიოდს გადის, მაგრამ თუნდაც ფინანსურად, თუნდაც პარტნიორული ურთიერთობებით აქვს შანსი, რომ ფეხზე დადგეს. კარგი იუპიტერი ყავს და რაღაც ისეთი ასპექტები აქვს, მოკლედ რომ შეუძლია გამოწრეს აქედან შედარებით და მე მგონია, რომ ახლა ბევრად უფრო რაღაც სერიოზულ საფეხურზე ავა უკრაინა აი ამ კრიზისს რო გადალახავს, ესე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ ჩვენთვის გასაგები არის ხო რა ხდება სადესაც პერიოდში, ზუსტად იგივე პერიოდი აქვს ამერიკას. და მე სულ ვამბობ ხოლმე მეგობრებო, რომ სადესაც პერიოდში ამ სატურნის მთვარესთან დაბრუნების პერიოდში შავი მთვარე აქტიურდება, რაც ქვეყანას აქვს ის ქვეცნობიერში ჩაბუდებული არასწორი პროგრამები, ის ამოდის ხოლმე ზედა პლანზე. მე ვთქვი კიდეს, ახლა საქართველოს შავი მთვარე ყავს შულდოსანში და რა ამოვიდა აბსოლუტურად ღირებულებების კრიზისი, აბსოლუტურად ხა მშილდოსნური ნეგატივი რაც არის, ხო? და რომ ვიძახდით, რომ აუ ევროპა გვინდა და უცებ რო აღმოჩნდა, რომ ხალხს ევროპა კი არ უნდათ, ხალხს საერთოდ ღირებულებებით რაღაც ნაწილი, უბრალოდ და პროპაგანდა და ეს ყველაფერი მშილდოსნური ენერგია არის და აი შილდოსანი ამოვიდა და რაღაცა კუთხით გვაქვს განცდა, რომ მართლა გვინდა ევროპა თუ არ გვინდა, ხო? განცდა არის ამისი, ხო? ანუ ეს მშილდოსნის თემატიკა, რომ პარტნიორები მოგშორდნენ, აღარ ყავს დასავლური ხარდაჭერა, ესე რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ხალხს უბრალოდ მიხვდით ალბათ, რასაც გულისხმობ, მაგრამ მშილდოსნის ენერგეტიკა ტრიალებს აქ. ამერიკასთან რა დატრიალდა მეგობრებო და ამას ვამბობდი წინა ვიდეოებშიც, მე ახლა კი ვიცოდი დაახლოებით ტრამპის რუკიდან გამომდინარე და მისი პიროვნებიდან გამომდინარე რაც იქნებოდა, მაგრამ რაღაც ძალიან ცუდი რო იქნებოდა ამერიკისთვის, ესეც ვიცოდი. და ანუ ეხა ევროპის რუკაც მაქვს გახსნილი, ნატოს რუკაც მაქვს გახსნილი, ამაზე მე ვილაპარაკებ, მაგრამ მართლა ესე აქტიურს მე ვიფიქრე, რომ რაღაც კულისებში დაალაგდებოდნენ რუსეთთან, ისე რომ ჩვენ მაინც ამას ვერ გავიგებდით, მაგრამ თან გავიგეთ ეს ყველაფერი, ხო? და აი აქ ძალიან საინტერესო არის, იცით რა, რომ შავი მთვარე ყავს ქალწულში და მეცხრე სახლში ამერიკას. და ქალწული ძალიან დაბალ განვითარების დონეზე, თორე ყველა ლიტი ქალწული ესეთი არ არის, ზოგადად გეუბნებით პრინციპს შავი მთვარე ქალწულს, ეს არის ვიყიდე გაყიდე. ეს არის უკიდურესი მესჩანობა, უკიდურესი აი ფულის და მატერიალიზმის მოყვარეობა, აი მისი ყველაზე ცუდი გაგებით, თორე ხა არიან ძალიან სულიერები და მე ხა ინდივიდუალურ იმაზე არ გეუბნებით, მე გეუბნებით აი რომ ყველაზე დაცემა შავი მთვარის რაც არის ხოლმე ქალწულის ზონაში, ის არის, რასაც ახლა ამერიკაში ვუყურებთ, ხო, ღირებულებებისგან დაცლილი მეცხრე სახლი, სრულად დაცლილი ღირებულებებისგან და გადასული ვაჭრობაზე, ხო, ევროპასთან ფინანსური ვაჭრობა იყიდეთ ჩემი იარაღი და თქვენ თავს თქვენ მიხედეთ. ხო, აი ეს დამოკიდებულება არის უკიდურესი წვავე ქალწულის ენერგიის. ეხლა როდესაც აი ესეთ რაღაცას ხედავთ, ხო, აი ასტროლოგიურად აქ როგორ არიცით, რომ ესე იგი ერში ეს ქვეცნობიერ დონეზე ეს დევს და რა თქმა უნდა ქვეცნობიერი ამერიკაში ეს ნაკლებად იყო, ხო, რაღაცა ის ღირებულებითი თემა, იქ არის უფრო მატერიალური მიდგომა სამყაროს მიმართ, ხო? და აი ამან უკვე ამოწია ზედაპლანზე თავი და ფაქტიურად ტრამპმა გააშიშვლა ის, რაც ქვეცნობიერში ძალიან დაფარულად ხდებოდა ამერიკაში, ხო? როგორც ჩვენში ამოატივტივა ის მშილდოსნის ენერგია, ეს ღირებულებებში გაურკვევლობა საერთოდ მტერს რომ მოყვარეს ვეძახით, მოყვარეს რომ მტერს ვეძახით, აი ეს გაუგებრობები და რაღაც მომენტში ღირებულებებისგან დაცლა, რომ აი მაგალითად გამოდიან ოჯახის რაღაც ღირებულებებზე ყველაზე რაღაც აი არა ოჯახური ხალხი, ხო, აი რაღაც სიბინძურეთ, რაღაც ამორალობაც ყველაფერი რო არის და ფასადურად რო ამჟღავნებენ ხოლმე, ხო? აი ამ ვითომ იმას და პროპაგანდისტვის რო იყენებენ, ეს კატეგორია არის ყველაზე ნეგატიური მშილდოსნის ენერგია. ზოგადად გეუბნებით, ხო?
და ამ შემთხვევაში ახლა მოგვიწევს ახლა ესე რომ განვიხილო, იმიტომ რომ ხა ამას პირდაპირ ტენდენციები რომ ჩანს, აქ ძალიან ბევრი რაღაცის ნახვა შეგვიძლია. ხო, რა არის ნეგატიური, რაზე გვაქვს სამუშაო, რა არის კარგი, ნათელი კარმა. ჩვენ მაგალითად პირიქით ქალწულში ყავს ელენამ, ქვეყანას ფარველი ანგელოზი ქალწულში ყავს და აი ჩვენთვის ცოტა ეს ვაჭრუკანული მიდგომები მიუღებელი არის, ხო? ახლა კი გვაქვს ესე ზოგადად, რომ აი სიმდიდრეს დღეს უცხოეთს ადიდებენ და თან რო ლანძღავენ, თან რო ადიდებენ, ხო? ეს ლილიტი მშვილდოსნური და ენერგია არის, თან რო მინდა და თან რო ვერ ვეკარები. ეს ზოგადად შავმთვარის ენერგია არის ესეთი ორი პოლუსობა ერთად გაერთიანებული, ხო? მაგრამ მეორე კუთხით, ხო, აი ეს ხა იყიდე, გაყიდე და ყველაფერი დავაყენოთ მატერიალიზმზე, ეს ჩვენში არ დევს, ხო? და აქ ხა ელენა ქალწულში ამაზე ძალიან კარგად ჩანს. და ამერიკაში იყო სატურნი ლილიტის შეერთება არჩევნებზე. ეს გასაგები თემა იყო და ეხლა მთელი ეს ფონი აქ რაც ხდება, ეხლა ტრანზიტული სატურნი მათ ლილიტს უკეთებს ოპოზიციას მეგობრებო, შავმთვარეს. მათ ლილით ქალწულს 20 გრადუსზე, სატურნი 20 გრადუსზე უკეთებს ოპოზიციას. ახაც იგივე ისტორია არის, ხო, ლილითთან არის სატურნი ჩართული, მანამდე სატურნთან იყო ლილიტი ჩართული. აი ესეთი რაღაცეები, როგორც წესი, ძალიან ფატალურ რაღაც ძალიან ცუდ რაღაცას ავლენს. მე მაგალითად თუ მაქვს ესეთი ტრანზიტი, რომ ჩემ შავმთვარეს ან რაღაც პლანეტა უერთდება, ან ოპოზიციას უკეთებს, ან ჩემი პლანეტას შავმთვარე უერთდება, მაგ პერიოდში სერიოზულად არაფერს არ დავგეგმავ, იმიტომ რომ შავმთვარე მიცის რაღაც ფეიკი, რაღაც ისეთი რამ, რაც პირიქით უფრო ცოტა ნეგატიურად იმუშავებს, ვიდრე პოზიტიურად, ხო? ნუ უმეტეს შემთხვევაში, თორე ზოგჯერ არის, რომ რაღაცნაირად დაძრავს ისეთ თემას, რომ ქვეცნობიერში აი ამოატივტივებს იმ ნეგატივს, რომ დავინახოთ, რომ ეს ნეგატივი, ან ამოატივტივებს კარგად რაღაცას, რომ დავინახოთ, რომ თურმე ეს მჭირდებოდა, მაგრამ ეს მერე მიდის და მერე უნდა ვისწავლოთ ამის გამომუშავება, ხო? აი არსი რო გითხრათ, ხო? ესე რო ვთქვათ. თან მე მნიშვნელოვანი არის ახლა დონალდ ტრამპის რუკა, მის იუპიტერს შავმთვარე უერთდებოდა არჩევნების პერიოდში და იუპიტერი ჩვენთან პოლიტიკა, ღირებულებები, ძალაუფლება, გავლენები და ასე შემდეგ და აი ყველგან სადაც შავმთვარეა მეგობრებო, იქ მაინც კარგი არაფერი არ ხდება ხოლმე. ეს ადრე სხვა წინა ვიდეოში ვისაუბრე ამაზე და ავხსენი, რომ გასაგები არის აქ, რომ რაღაცა ისეთი ხდება რომელიც საკმაოდ თან სატურნი იყო აქ, იუპიტერი ჩართული, ანუ სახელმწიფო მმართველობის ენერგიები იყო აქ ჩართული მაქსიმალურად და აი ამან საკმაოდ ისე იმუშავა, როგორც იმუშავებდა, ხო? ანუ ამას ვაქცევთ ხოლმე ძალიან დიდ ყურადღებას. ამავე დროს, ნუ სადესაც გასაგებია, რომ აქვს ამერიკას და ეხლა სადღაც უნდა დაეშვას ქვევით, უნდა დაკარგოს ისეთი რაღაცები, რომლის აღდგენაც მე ძალიან გაუჭირდება და თან ამერიკას ჰქონდა ფაქტურად პლუტონის დაბრუნება და ეს არის პლუტონი გადატვირთვის ენერგია, საერთოდ გადატვირთვას ახდენს, ხო, რაღაცნაირად ახალი ისტორია დაიწყო. ეხლა მნიშვნელოვანი არის, რომ ასტროლოგიური პროგნოზებით რო ვიხელმძღვანელოთ, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი წავიდეს, ხო? და მნიშვნელოვანი არის აქ უკვე ტრამპის რუკა. ტრამპს ყავს შავმთვარე მშვილდოსანში და აქ ვაქცევთ ამას ყურადღებას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ენერგიით შეგვიძლია ვთქვათ, რა ენერგეტიკით არის ადამიანი მოსული, მზე ურანის შეერთება აქვს და როცა ამბობენ ხოლმე, რომ 5 წლის ბავშვის განვითარება აქო, აი თვითონო ტიპაჟიო როგორცო ლაპარაკობსო, საერთოდ მან სელენაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მფარველი ვერცხლი ყავს და ცით როგორი სისტემა არის, აი მარტივად რო არ აგიხსნათ, ხო? აი ეს არის სელენა, მაგალითად აი აქ რო იყოს, აქედან მოდის ნათელი ენერგია. ეხლა მე რა ენერგეტიკულ მდგომარეობაში ვარ? აი ისე ვიფილტრავ, აი ესე რომ ჩამოდის ეს ენერგია, ცოტა ვიცი რომ უცნაურად გაჩვენებთ, მაგრამ მინდა რა გიხსნათ. აქ მე თუ ვდგევარ, უფრო ადვილად დავიჭერ ჩამოსულ ენერგიას. თუ ქვევით ვარ, ეს ენერგია ძალიან უკვე იცრიცება რაღაცნაირად და მე ბოლომდე ვერ ვიჭერ და მე თუ რაც უფრო შავმთვარესთან ახლოს დგავარ ენერგეტიკულად, ხო? ის უფრო იფანტება და აქ უფრო ახლოს დგავარ შავ ენერგიასთან, ხო? ესე შავ ენერგიას ესე ვიძახით.
მშვილდოსანში შავი მთვარე ეს არის მისი ყველაზე ნეგატიური გაგებით ვამბობ, თორე ახლა გერმანიის კანდიდატი კანცლერი მაგალითად, ხო, ახალი ვინც შეიძლება მოვიდეს, ასევე შავი მთვარე მშვილდოსანში ყავს. და სხვათა შორის აქ მინდა გითხრათ, რომ ცოტა გამიხარდა. იმიტომ რომ ვინ შეიძლება დაუპირისპირდეს მშვილდოსანს, ხო, შავი მთვარე მშვილდოსანს, ასევე შავი მთვარე მშვილდოსანი. ვინ შეიძლება დაუპირისპირდეს ლილით ვერც, რა თქმა უნდა, ლილიტი ვერცი ასევე, ხო? ანუ შავი მთვარე ეს არის, რომ ან სიკეთისთვის ვიბრძვი და თან შევდივარ და იგივე ენერგიით ვიბრძვი, ოღონდ, ან ნეგატიურად ვატრიალებ ყველაფერს, ხო? და აქ არის არჩევანი, სად გავართ? აი ეგ არის მნიშვნელოვანი, თორე აი ახლა მე როდესაც როგორ გითხრათ, რო ვაკვირდები ხოლმე, აი სელენა აი ლიტი ვერძები რო არიან, ხო? აი დესტრუქციულად, რაღაცა გრევაზე და გაბრაზებულები რო არიან ხოლმე, მე იქ არ გავერევი, იმიტომ რომ იქ რაღაცნაირად არ მაინტერესებს იქ კონფლიქტი, ხო? მაგრამ ლიტ ვერც გავუშვებდი, სადაც ესეთი კონფლიქტი არის საჭირო, ხო? ამიტომ რაღაცა კუთხით გერმანიის კანცლერთან ძალიან მომეწონა ახალ, სავარაუდო კანცლერთან ძალიან მომეწონა ეს, რომ ძალიან დარწმუნებული არის მასში, რომ აი უნდა ებრძოლოს სელენა მშვილდოსანი, მან აბსოლუტურად განზე დადგებოდა, არ ჩაერევოდა. სელენა მშვილდოსანი ეს არის კონსტრუქციული ენერგია, როდესაც მე ხედავ, რომ აქ საჭიროებენ განვითარებას და ეს ჩემი არ არის და მოდი გავივლი, ხო, და დავტოვებ ამათ, სადაც არიან, მე დამკურვებელი ვიქნები. ეს არის სელენა მშვილდოსანი. მე არავის სკოლას არ ვასწავლი, არავის არ უხსნი რაღაცებს და გავდივარ. ლითი მშვილდოსანი პირიქით დაიწყებს კარგ მხარეს თუ ცუდ მხარეს რაღაცების იცებას. და ხანდახან ეს ძალიან ოკეი არის. ხანდახან ლიტი ჩვენ ამაში ძალიან გვეხმარება, ხო? რაღაც დესტრუქციას ვებრძოლოთ, თქო, აქაც ჩვენი გამოცდა არის, პოზიტიურად ვებრძვით თუ ნეგატიურად ვებრძვით, ხო? კარმას უფრო ვიმძიმებთ და პირიქით გამოსყიდვას ვახდენთ ამ კარმის, ხო? ამაზე არის აქ საუბარი. უბრალოდ ძალიან იშვიათად რომ პოლიტიკაში მოვიდნენ ხოლმე უფრო დადებითი კარმის ან სელენაზე მჯდომი ადამიანები, როგორც წესი, ძალიან ისეთი ნეგატიური ენერგიის ხალხი მოდის ხოლმე. თუმცა ამ შემთხვევაში მე ახალი კანცლერის კანდიდატის რუკა რომ ნახე საკმაოდ პოზიტიური კომბინაციები აქვს, იქ ლომი ყავს აქტიური, ასევე ლიდერობის კომბინაციები და ეს საკმაოდ ესეთი არის, აი ბალანსში არის შანსი რომ გადალახოს, ხო ეს ენერგია და სერიოზულად დაუპირისპირდეს მაგალითად, ტრამპს არა, მაგრამ ზოგადად პოლიტიკა რაღაცნაირად ამოქაჩოს არის ამისი შანსი. თუმცა მანდ უფრო ლილიტ მორიელს გავუშვებდი, მაგალითად, აი ძალიან ჩუმჩუმად შეუსრულებდა ყველას. ეხა აი გულახდილად რო გითხრათ, უფრო ესეც გავუშვებდი, ან თხისრქა ლილიტიც შეიძლება და ოღონდ ძლიერი თხისქარი ლიტი და არა ეს კამალა ჰარისის სტილი, ხო, რო იყო, ხო? აი აქ არის შანსი ამისი, ხო? ეხლა ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტრამპის რუკაზე მშვილდოსანი, როცა არის თან მეოთხე სახლში ეს არის, მოდით ესე ვთქვათ, სამშობლო, მეოთხე სახლი არის, ეს აი ძალიან სულ ოჯახით რო დადის, სულ ოჯახური ის რო აქვს, აი ძალიან თავისიანები უნდა, ხო? აი ეს მისი მეოთხე სახლის გავლენა, სხვათა შორის ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ასევე მეოთხე სახლში ყავს შავი მთვარე. და მეოთხე სახლი მაინც სამშობლო არის და მან არის ხოლმე რისკი რომ რაღაცნაირად სამშობლო რა, აი პირადი გარემოცვა, ხო, რაღაცნაირად და სუსტებიც არიან ხოლმე ფსიქოლოგიურად, ცოტა მოწყვლადებიც არიან ხოლმე, მაგრამ როდესაც ახლა ლაპარაკობთ ტრამპზე, აი ის ნაწილი რო გითხრათ, ხა ჩავრთე მისი რუკა, ის ნაწილი რო გითხრათ, როცა არის ლაპარაკი ის ტრამპიზმი რას მოიტანს მომავალში. ეხლა მე ერთი ძალიან კარგი გამოცდილებით მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი ადამიანის 1800-იან წლებში, 1700-წლიან წლებშიც რუკებს ვაკვირდებოდი ხოლმე. მშვილდოსანი არის იდეოლოგია, მეგობრებო. აი პოლიტიკური იდეოლოგია, ეს მშვილდოსნის ენერგეტიკა არის. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მე-9 სახლში იდეოლოგიის ზონაში შავი მთვარე ყავს ამერიკასო, სელენა მფარველი მშვილდოსანში ყავს. მშვილდოსანი ეს არის რაღაცა ღირებულებითი სისტემა, ხო, მთელ მსოფლიოს რო აკავშირებს ეს ღირებულებები არის. და ამ შემთხვევაში საპირისპირო და დიდი ხანიც გაძლო, ხო, აი ამ რაღაც ღირებულებებმა, მაგრამ შავი მთვარის ენერგია, სადაც არის
რაც არ უნდა ვყაროთ აქ ენერგია, მეგობრებო, ვერაფერს ვერ ვიხებთ იქიდან. აი ეს არის დანაკარგი არის. აი მაგალითად, ნავალნი იყო ფარველი ყავდა კირჩხიბში. და შავმთვარე ყავდა ვერძში და მერვე სახლში. ვერძი, აი, კარგი ვერძი, ეს არის რაღაც იდეალებისთვის, რის მჯერ ავდგები და თავს შევწირავ ამ იდეალებს, ხო? და თან რო შევწირავ, აქ რაღაც ენერგია არის, აქ ნამდვილი ავთენტურობა არის ელენას ზონაში, როცა ვართ, რომ ნამდვილად ჯერა ამისი და აქ ჩემ უკან სამყარო არის, მეხმარებიან, ხო? ეს არის ელენას ენერგია და ლიტის ენერგიაში მე მარტო ვარ საერთოდ. მე ჩემ ეგოს უფრო ვიკმაყოფილებ და რაღაც არასწორად ხედავ რაღაცებს და იქ არ ახდება არაფერი ისეთი. ხა ადრეც ვილაპარაკე ამაზე, ნავალნი მადგა და თავი მოაკვლევინა. ეს არ იყო რომ შეეწირა. უბრალოდ თავი მოაკვლევინა პუტინის რუსეთს ფაქტიურად და არაფერი არ მოხდა. არაფერი არ მოხდა საერთოდ. არც ხალხი, აი ცოცხალი რეალურად უფრო იქნებოდა ის დაფასებული ვიდრე მკვდარი, ხო? აი ეს ენერგია არის. მაგალითად, მერაპოსტავა სელენა ვერძი მის ბრძოლას, მის სიმამაცეს, მის სისუფთავეს, ხო, შინაგანად აქვს დღემდე ცოცხლობს ქართულ ერში, ხო, დღემდე ცოცხლობს მერაბი, რაღაც როგორც დიდი მაგალითი და რაღაცნაირად არის ესეთი აი ხალხში არის. ნავალნი შეიძლება ზოგადად როგორც ელენა კირჩხიბი ხალხში რაღაც იმათ არის, მაგრამ მისი სიკვდილი აბსოლუტურად არაფერი არ იყო რა. ის შეწირვა თავის, ხო, გარკვეულწილად და აი ეს არის შავმთვარის ენერგია. არაფერი აქ არ ხდება ისეთი მაინც და მაინც და იდეოლოგია არის მშვილდოსანი. მე დარწმუნებული ვარ ტრამპიზმი, როგორც კი ეს 4 წელი გავა, უბრალოდ აღარ იარსებებს ეს იდეოლოგია. აი ეს ისეთი იდეოლოგია, რომ თან ყველაზე ცუდი განვითარება ლილიტი მშვილდოსანის ეს არის, აი მხოლოდ გულაობა, კარგი ცხოვრება, მინდა ეს იუპიტერიანული ენერგია არის, ხო? აი ყველაზე ცუდი გამოვლინება ეს არის რაღაცნაირად აი ხშირად არიან იცით როგორ გარემოში ლიტი მშვილდოსნის ყველაზე ისეთ ცუდ ხარეს გეუბნებით, თორე ხა ხო გეუბნებით ხა კანცლერის კანდიდატს რო შევხედავ და ნამდვილად არ არის ეგეთი ტიპი. მე გეუბნებით ძალიან ცუდ გამოვლინებებს, აი რო ახატი ადამიანს უკვე შავი მთვარე, პოპულიზმი მშვილდოსანი არის, სარეკლამო სფეროს მშვილდოსანი მართავს და მაგიტომ იყო რა როგორც კი მას ტრამპს ჰქონდა ფინანსური კრიზისი, წავიდა შოუებში. ანუ შოუმენობა ეს ლიტი მშვილდოსნის ყველაზე ნეგატიური მხარე არის, ხო? შოუმენი, პოპულისტი, რომელიც რაღაც გასართობ ისეთ შოუებში იღებს მონაწილეობას, ხო? აი ეს არის ყველაზე ხა ნეგატიური რა, ამით არაფერს არ აშავებენ, მაგრამ ზოგადად გეუბნებით, რომ აი ეს ტენდენცია და მე აქ უცებ რომ იდეოლოგიაზე რაღაც დიდღირებულებებზე ვლაპარაკობთ, როცა უბრალოდ მეტი ჩარა ვართ. ხო, ხდებით, ცოტა ამოვარდნილი არის აქ და ამ შემთხვევაში ნებისმიერი იდეოლოგია, რომელსაც ლიტი მშვილდოსანი შექმნის, აღარ ცოცხლობს. სხვა შორის ძალიან ბევრი, ეზოთერულ სფეროში ბლავატსკაია ძალიან სერიოზული ფიგურა არის ისე იდეაში. სელენათან მორილში ყავდა და ძლიერი სელენა იყო, ეს მისტიური სელენა იყო, მაგრამ აი რომ მიკითხია, მას ახლა ძალიან ბევრი წიგნი აქვს დაწერილი, რაღაც ფილოსოფიური აზრებები აქვს დაწერილი, მაგრამ რომ მიკითხავს, რომ აი რა შექმნა ახალი ფილოსოფიური ღირებულებათა სისტემა, აი მითხარით ისე გამოკვეთილად, ხომ? და ვერავინ ვერ მეუბნება ხოლმე. შეიძლება მშვილდოსნურად აი ესე მიედმოედნონ, მაგრამ აი ესე კონკრეტულად ვერ მეუბნებიან ხოლმე, ხო? აი ამაზე გეუბნებით, მეგობრებო, რომ რაც არ უნდა თვალი არ გავუსწოროთ ხოლმე. მაინც არის იქ დანაკარგი, იქ არის რაღაც დიდი პრობლემა. აი ხლა ზელენსკის შავმთვარი მშვილდოსნის კირჩხიბში ყავს და იუპიტერთან ყავს შეერთებაში. აქვს კი ძლიერი თან მერკური პლუტონის ასპექტი აქვს და ეს არის გონება, მერკურის სიტყვა და პლუტონი ძალა და მის გამოთქმებში, მის გამოსვლებში რაღაც ძალიან დიდი გავლენა არის ხოლმე, ხო, რაღაცნაირად აიტაცებს ხალხს და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს, მნიშვნელოვან ბრძოლაში არის, მაგრამ მისი ლილიტიდან გამომდინარე ზუსტად ვიცი, რომ რაღაცებს მშვილდოსნურად და იუპიტერი ლილიტი, როგორც ლილიტი მშვილდოსანი, ისე ჩანს ხოლმე და რაღაცებს ბოლომდე ვერ დაიჭერდა. ეს უკვე რუკიდან ვიცი, მე არა მაქვს ახლა ეს პოლიტიკურ, კი ძალიან ბევრი ინფორმაციებს უსმენ, რა ისე გეუბნებით, რომ
მაინც რო ქვეყანას გამოადგნენ ხოლმე, ან პოლიტიკათან ხო, იქ იუპიტერი, ლილიტი ერთად არის, ხო, რაღაცა სერიოზული შეცდომები შეიძლება იყოს, თუნდაც ახლა უხილავი თვალი არ ვიცი, მაგრამ ხილულად ის არის, რომ ახლა რუსეთი რო თავს დაესხმევოდა, მათ მაგალითად იქ რაღაცები არ იყო დალაგებული, ხო, რაღაცები არ იყო ესე იძახიან ხოლმე, თუნდაც უკრაინელები და შევერიღებელი თვალითაც ეს ჩანს, ხო? ანუ აი ესეთ მომენტებს, რაც არ უნდა პოზიტივი კონდეს ადამიანს იქ სელენა ყავს ხასწორში და პარტნიორები, ძლიერი პარტნიორები შექმნა მან, ხო მოიკრება გვერდში სელენას ენერგიით. მაინც ლიტი თავის სიტყვას ამბობს ხოლმე. თან მთლიან ფონში ჩანს, ნახეთ, აი ხო პლანეტები, სატურნი ეს კონკრეტულ სიტუაციებშია, მაგრამ ზოგადად რო ავიღოთ ადამიანის ცხოვრება, აი ეს მთელი ფონი, იქ ყოველთვის სელენა ლილიტზე გავდივართ, ხომ და ძალიან მარტივად გადასამოწმებელი არის მე ეს ყველაფერი. ამიტომ ლიტი მშვილდოსანი, ტრამპი, მე მგონია რომ ძალიან დროებითი ექნება, აი ეს წავა და გაქრება მისი იდეოლოგია. ისე გაქრება თან რომ ვერავინ ვეღარც გაიხსენებს, მაგრამ დატოვებს სერიოზულად შეცვლილს მსოფლიოს ბევრად უფრო უარეს, მაგალითად ინგლისში ბრექსიტი ვინც გააკეთა და მსოფლიოს მოაცილა ბრიტანეთი, ლიტი მშვილდოსნები იყვნენ. და რო კითხეს მე რომ აი რა მოხდა, ფილმიც არის მასე გადაღებული, აი ავანტურა იყო რა, აბა თუ გამოუვათ, აბა თუ აიყოლიებენ ხალხს, ну აქეთკენ წავიდნენ და ხალხი დაზარალდა ძალიან სერიოზულად, ხო? ეხლა ინგლისი შეიძლება ზოგადად ფონს ინარჩუნებს, ეხლა გაუძლო პოპულიზმს ინგლისმა, მაგრამ ხალხი ძალიან ისეთი იმედგაცრუებული დარჩა, მატერიალურად ცოტა ისე არიან უკვე ის ხიბლი დაკარგაო, ხო, ესე ამბობენ ხოლმე ბრიტანელები, რაც ადრე იყო, ხო? მაგრამ ამერიკასთან როცა ამ ისეთ სერიოზული ტრანზიტები არის, არ ემუშავებს ესე მარტივად, ესე კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ხა მე არაერთხელ მithქვამს თქვენთვის, რომ მე მაინც თანამედროვე ჰუმანისტური პოლიტიკის მომხრე ვარ, როდესაც თქვენ, მე, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ყველანი, როდესაც კარგად ვართ და ვიღაც ხელმძღვანელი რომ ძალაუფლების ეგო დაიკმაყოფილოს და ფინანსურად გაძლიერდეს, მე რომ არ უნდა დავეჩაგრო, ეხლა მე ამის მომხრე ვარ, ხო, თანამედროვე პოლიტიკა, თანამედროვე საზოგადოება უფრო ამაზე ზის და ნუ რუსული საზოგადოება, ეს რაღაც ირანული თუ ესეთი საზოგადოებები უფრო ძალაუფლებებზე არიან ორიენტირებული და ხალხი არ აინტერესებთ და არ ადარდებთ, ხო? ანუ აქ ძალიან მარტივი არის არჩევანი გავაკეთოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია რომ აი ეს ტრამპის თემა, ეს წარსულის გადატვირთვა, რომ აი ეს წარსული არის, ხო, ტრამპისტული იდეოლოგია, რომ ეს ვიყიდო, გავყიდო, არაფერი არ მაინტერესებს, ღირებულება არ მაქვს. ეს ძალიან ესეთი მე-19 საუკუნის ღირებულებათა სისტემა არის. პუტინიც ძველი სისტემიდან არის, როგორც წესი, მე რასაც ვაკურდებოდი საუკუნეების განმავლობაში, ვთქვათ, აი, ომები რაღაცები გადატვირთვის პერიოდში იწყებოდა, როცა ძველი მიდის და ახალი მოდის. ამ პერიოდში რაღაც უკვე რომ აი აღარ შეიძლება ეს ენერგია რაღაცნაირად ბრძოლის გარეშე არ მიდიან, აი ეს ძველი ენერგიები და მე მგონია რომ რაღაცა დაჯდება სერიოზული და რატომ მგონია ახლა აქ თან აქ მნიშვნელოვანი არის სხვათა შორის იქ ტრამპთანაც ბევრი რაღაცა ხდება აქ მე შავი მთვარე მესამე სახლში გაზდის ახლა და ეს ენერგოინფორმაციული ველი არასტაბილური საკმაოდ შავი მთვარის ენერგია ჩანს აქ ხან რას იძახის შოკი ხალხისგან ხო სულ მუდმივად ეს მესამე სახლის ტრანზიტი გაზდის მას თან ურანი მზის შეერთება ხა რო ამბობენ რომ აი გათვლილი აქვს აი რაღაცები არაფერი არ აქვს ურანელს გათვლილი მეგობრებო მზე ურანის შეერთება ეს არის რომ დღეს ამ ხასიათზე ვარ საღამოთი სხვა ხასიათზე ვარ სწრაფად შემძლე ყველაფრის შეცვლა მოუთმენელი ვარ საშინლად და სულ მუდმივ შფოთვაში ვიმყოფები და მთელ გარემოსაც შფოთვაში ვამყოფებ. ეს სტანდარტული კლასიკური ურანი მზის შეერთება არის თანახეთ მთვარესთან ოპოზიცია
და თან მთვარესთან ოპოზიცია ეს რა არის მე შინაგან ემოციებს საერთოდ არ უსმენ ესე მიუყვები ხო და შიდა კონფლიქტი მაქვს რაღაც ხო შინაგანი და ანუ ეს ენერგია გასაგები არის ტრამპთან მიუხედავად იმისა რომ სელენა ვერძი არის და ეს თავში დარწმუნებულობას ეს სელენა აძლევს და ცოტა ბავშვური და ცოტა გულუბრყვილო არის რაც რუკიდან ჩანს ეხლა ამ შემთხვევაში ძალიან ბავშვურები არიან და სელენა ვერძები მაგრამ ჩემი აზრით აი სელენა ვერძის ენერგია აქვს დაჭერილი ამ შულდოსანში ძალიან კარგად რომ მე ბავშვურად ოპტიმისტურად საერთოდ არ ნიჭებ ნიშნულობას რა იქნება როგორ იქნება და ამ შულდოსანში ყველაფერს ვაფუჭებ ოღონდ მე აქ დრამა და ნეგატიური ემოციები არ მაქვს რაღაცა იქნება რა რაღაცა გამოძვრებით თან იქ ურანი არის მზესთან რომ რა მოხდა მერე სხვა ხასიათზე ვიქნები. ანუ რეალურად მისი რუკინა გამომდინარე ურანელი რომ მოვიდა ხელისუფლებაში ეს რომ თავდაყირა დააყენებდა ყველაფერს ეს გასაგები იყო ხო მთლიანად შეცვლიდა. აი თან როგორ თავდაყირა აყენებს იცით ურანი მთლიანად ცვლის ყველაფერს. აბსოლუტურად გადატვირთვას ახდენს და ნუ თავისი ლილიტით ახდენს ამ გადატვირთვას გასაგებია უკვე როგორც ხო? ყველაზე მეტად ეხლა დამაინტერესა მეგობრებო ევროკავშირის და ნატოს რუკები სხვათა შორის მომავალი წლიდან ყველას რუსეთს ევროკავშირს ნატოს სადესაც იეწყება რუსეთსაც ეწყება კიდე კაი და პუტინსაც და ბიძინა ივანიშვილსაც და მან უკვე ნენელა ჩაერთვებიან ესენიც აი ამ ველში სადესაც ის ველში და მე მგონია რომ აქ ვერ რაღაცები უკვე შეიცვლება. თან ერთი იცოდეთ რომ წელევანდელი წელი ასტროლოგიურად საკმაოდ მნიშვნელოვანი არის და გადამწყვეტი არის, იმიტომ რომ ბევრი პლანეტა იცვლის დებარეობას, შედიან ახალ ნიშნებში, მერე დარეტროვდებიან უკან გამოვლენ და მომავალი წლიდან საბოლოოდ შედიან. აი ესეთი წელი ასტროლოგიურად გარდამავალი წელი არის ხოლმე, რაღაც სერიოზულად იცვლება, აი მოსინჯვა არის ენერგიის და მერე შეიძლება უკვე დაბრუნდეს უკვე სერიოზულად და დაბრუნდეს ესე რომ ვთქვათ, უკვე გადატვირთვოს ყველაფერი. ეხლა ნატოს მოდი ევროკავშირის იმას რუკას გავხსნი. იმედია შევინახე. კი, აგერა მაქვს. აგერ ევროკავშირის რუკა. აქ არის ძალიან საინტერესო ის, რომ ეხლა ზუსტი შეერთება არის შავი მთვარის მათ იუპიტერთან. იუპიტერი ყავთ 28 გრადუსზე. სასწორის და სასწორი ეს არის აი დიპლომატია, პარტნიორები, უნდა შევკრა, გავაფართოვოთ ეს პარტნიორები, ხო? და აი ახლა გაუარა ვენერას შავმა მთვარემ და მიდის უკვე ცოტა გადარჩა იუპიტერთან. ეს ევროკავშირისთვის არის საკმაოდ შესაბამისად, საკმაოდ ტრამვული და აი ეს მოვლენები საკმაოდ დიდხანს დაამახსოვრდებათ მათ და ეს არ არის რომ აი ოდნავ შეინჯყი, არა, ეს ტრამვა არის ლილიტისა და ჩემოდის იქ ყოველთვის რაღაც ფსიქოლოგიურ მძიმე ტრამვას ვიღებთ ხოლმე ქვეყანა ზოგადად გაერთიანება. ეხლა გაერთიანებაზე მაქვს ლაპარაკი, რომ ამ გაერთიანებას მართლა აქვს რაღაც პარტნიორული რღვევის საფრთხედან მივიღეთ ეხლა ყველაზე დიდი პარტნიორი მისი გამოეყო და ომი დაუწყო ფაქტიურად ამერიკამ. ზოგს გონია რომ აი ამერიკამ გამოაფხიზლა ევროპა და ახლა გამოაფხიზლა კი არა, კარგად იყავითო მე ავტორკრატების ბანაკში გადავდივარ რომ ახლა ესე ჩანს, ხო? და მართლა გადადიან მათი რუკიდან, მართლა გადავიდნენ, მართლა ირღვევა იქ ღირებულებათა სისტემა იცვლება სერიოზულად. და ის ამოტივტივდა ის ლილიტი, ხო, სადესაც ის კუთხით და ყველაზე საინტერესო ის არის რომ ევროკავშირს ეწყება ცოტა ხანში სატურნის პერიოდი. ნენელა წავა სერიოზული გადატვირთვა, ხომ? თან აქ უნდა ვნახოთ ის, რომ შავი მთვარე ყავს ვერცხლში ევროკავშირს. ეს შავი მთვარე ვერცხლში ეს რას ნიშნავს, იცით? აი ის სისუსტე, ის პასიურობა. ეხლა ვიცით, რომ ეხლა შავი მთვარე ან არის ძალიან აგრესიული, ძალიან კონფლიქტური, მაგრამ მეორე ვერცხლის მხარე, ეს არის სადაც საომარია, სადაც პასუხისგებლობა ასაღები, სადაც სიძლიერეა გამოსავლენი, იქ არ ვაპლენ ამას, ხომ? და თავში დაურწმუნებლობა
რაღაცნაირად აი შინაგანი არასრულფასოვნების კომპლექსი ეს ვერძვის ყველაზე ესეთი ნეგატიური მხარე არის, ხო? და როდესაც ჩამთვარე ვერ შეყავს ევროკავშირს, ხო? აი აქ უკვე ჩანს, რომ რაღაცნაირად აი ის ბაქი-ბუქი რაღაცნაირად რომ აი ჩვენ მილიტარისტულად ძლიერად ვართ რაღაცა ჩამთვარე აქ აჩვენებს, რომ კი გააქვს, მაგრამ ვერ იყინებ. ესე რომ ვთქვათ, ხო? აი აქ უფრო თან იუპიტერის ასწორშია ჩვენ პოლიტიკურად ვართ მხოლოდ მშვიდობის მომხრე, მხოლოდ ესეთ ჰარმონიის მომხრე. ჩვენ მეგობრები, პარტნიორები ჰარმონიაში ვართ და იქიდან შავმთვარე ამბობს, რომ მე საერთოდ აგრესიაზე უარს ვამბობ. მე საერთოდ მეშინია კონფლიქტის. ეს მეორე მხარე არის ვერძის. და ძალიან აქტიურად არის ჩემი დაკვირვებითაც, აი ეს შავმთვარე ევროკავშირის, რომ ფაქტიურად აი ზოგჯერ ამბობდნენ ხოლმე, რომ აი კასტრირებული ევროპა რაღაცნაირად და აი ესეთი კომფორტში ჩაძირული ევროკავშირი ზოგადად და ნუ ეს ვერძის თემა ნამდვილად ისეთი შავმთვარე ვერძში ეთყობა აქ გარკვეულწილად ევროკავშირს, ხო ესე. მაგრამ ეხლა რა არის ჩემთვის საინტერესო? ის არის რომ მიდის შავმთვარე არის ახლა უკვე ძალიან მალე შეუერთდება იუპიტერს, მან რაღაცები კიდევ იძაბება, ბოლომდე არ არის აქ მისული. რაღაცა დარტყმები იქნება კიდე ევროკავშირისთვის, აი ცოტა შოკურ მძიმე პროცესს გადიან. ეხლა პარტნიორულ ურთიერთობებში მგონია რომ აი ეს სიგიჟე რაც მიდის ურანელისგან, ხო? ეს კიდევ უფრო გაძლიერდება და გამწვავდება, რადგანაც ჯერ კიდევ არის მისასვლელი და ნუ მე ახლა მორიელში რო გადავაშავ მთვარე, აქ ზემო რეელში ყავს ევროკავშირის მერკური, სატურნი, სატურნი მეთქი ბოდიშით, მარსი, პლუტონი. აი მთელ ამ პლანეტებს გადაულის. და აი ასტროლოგიურად უახლოესი 9 თვე ექნება ურთულესი ევროკავშირს, ურთულესი გადატვირთვები და გამოცდების გავლა მოუწევთ. ეს საკმაოდ ვიტყოდი კიდე ცოტა საშიში პერიოდიც არის მათთვის, იმიტომ რომ შამთვარეს შემოაქვს უკვე სერიოზული განცდა, რომ ან შეგანჯღრევ მორიელურად, ანუ აბა რამდენად ხარ თავდაცვისთვის მზად და ან გაგანადგურებ, ეგეთი ენერგია არის, ხო? და აი აქ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ურთულესი პერიოდი ევლის ზოგადად ევროკავშირს და შეიძლება რაღაც ავანტიურაშიც და ის მილიტარისტულ სიტუაციაში ჩაბმა მოუწიოს, იმიტომ რომ მარსი პლუტონი დგას აქ მორიელში და მე გეუბნებით უფრო 8-7 თვის მერე რა ესე დაახლოებით 6-7 თვის მერე განსაკუთრებულად აი შეერთებები რო იქნება ცოტა მწვავე სიტუაცია შეიძლება იყოს და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რთული გამოწვევა ექნება ევროკავშირს როცა სატურნი გადავა ვერძში და შეუერთდება ფაქტიურად მათ შავმთვარეს აქ სარისკო სიტუაცია იქნება თუ მაგალითად რაღაც ახალი სისტემა უნდა შექმნან აი ეს იქნება დაახლოებით ნუ მომავალი წლის ბოლოს და თან სადესაც უკვე სატურნის პერიოდი უკვე დაწყებული ექნება აქ მას ერთადერთი რაც კარგი აქვს ელენა ყავთ თხისრქაში და თხისრქა ეს არის რაღაც იერარქია რაღაც სიმტკიცე სიმყარე ფარველობა აქ აქვთ ნამდვილად მაგრამ სადესაც ის პერიოდში ამოდის ეს ლილიტი ვიცით და ლილიტი ვერძში არის აქ და ვერძი ეს უკვე გასაგები არის ხო ეს სისუსტე ან ძალიან აგრესიულობა. აი ნახეთ როდი შეიქმნა ევროკავშირი, ეს იყო რაღაცნაირად ესეთი გაერთიანება მშვიდობისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის და იქ ვერცი რო ჩაჯდა, უკვე გამოვლინდა საკმაოდ დიდი აი უნარობა. ეს არის ლილიტი ვერძის მეორე მხარე. ახლა ზოგი არის ძალიან აგრესიული ლილიტი ვერძები, ან პირიქით ძალიან არააგრესიულები და ძალიან პასიურები, ხო, ეს უკიდურესობები შავმთვარეს გააჩნია. ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში ძალიან მძიმე პერიოდი ელის ევროკავშირს, გადატვირთვა მოუწევთ სერიოზულად და ამ ლილიტის დამუშავებაზე მიდის ყველაფერი, ხო? აი ის უნარობა თუ არა დაძლიეს ვერძული ძალიან გაუჭირდებათ. შეიძლება უკვე სერიოზულად სულ წარუმატებლობებში გადავიდნენ. ასტროლოგიური რუკით ესე ვიტყოდი, რომ აი სატურნის პერიოდი ეს არ არის ესეთი მარტივი გასავლელი, ხო? ეხლა რაც ეხება ნატოსაც საკმაოდ
ისეთი ყურადღებამისაც ქცევი პერიოდი აქვს, მეგობრებო. ეხლა ნატოს კიდევ წინა აქვს, აი ზუსტად ის ემთხვევა ევროკავშირთანაც, რო გითხარით შავ-მთვარე მათ იუპიტერთან მიდის, ასევე სატურნი მივა მერე შავ-მთვარესთან ნატოს აქვს თევზებში შავ-მთვარე, მაგრამ მთელი სტელიუმი ვერტში ყავთ. მარსი, ვენერა, მერკური, მზე, აღმავალი კვანძი ვერტში არის. ეს საკმაოდ კარგი პოზიცია არის იმ კუთხით, რომ აი ეს მილიტარისტული, შეიარაღებაზე ორიენტირებული თემა, ну, მართლა ახლა გამკვეთილად აქვთ, მაგრამ მზე ნეპტუნის ოპოზიცია არის. მზე ნეპტუნის ოპოზიცია ეს არის, აი რაღაცნაირად დაფარულობა არის ნეპტუნი, აი რაღაცნაირად ბურუსი არის, პასიურობა, დინებას რომ მივყვებით თითქოს, ხო, აი ბევრი ბუნდოვნება. აი ეს ნატოს რუკაში ნამდვილად ჩანს, ხაშეს ყოფილა ნატოს შტაბ-ბინაში და მე თან ისე ვიყავი ეს ცალკე სასაცილო ისტორია არის, მაგრამ მაინც და ნატოს ხაშორის სელენა ყავს ქალწულში, თან სატურნთან შეერთებაში რაღაც სიმყარე ნამდვილად აქვს, მაგრამ მათ ცოტა გვიან ეწყებათ სადესაწი, ტყუპებში ყავთ აქ მთვარე და ბევრად გვიან, ეს იქნება დაახლოებით 3 წელიწადში და 3 წელიწადში სადესაწის მდებარეობა, ну, მანამდე არის პრინციპში დრო, რომ რაღაცნაირად გადატვირთვა მოახდინონ. და ნუ ეს აქ ისეც გამოკვეთილად ვერ ვხედავ, მაგრამ არის ნამდვილად ის მომენტი, რომ წინ ვხედავთ, რომ აქ სატურნის პერიოდები იწყება. სატურნის პერიოდები, ну, უფრო ევროკავშირს აქვს სერიოზული მთავარი კრიზისი. ნატო კიდე არა უშავს. ერთი მომენტი ექნებათ, რომ სატურნი რო გაივლის აქ შავ-მთვარესთან, მან რაღაც იქნება, ისე ცოტა ტრამვასავით და ნუ მე სატურნი გადაუვლის უკვე სტელიუმით, აი მათ ვერტს და სატურნის სტელიუმით რაღაცნაირად ახლა ვერძი ეს არის მართლობა. მოდი დედიკო, მოდი. ხელისუფლება არის, მართლობა არის და მარსი ეს ყველაფერს გადაუვლის სატურნი და რაღაცებს სტრუქტურებს დაალაგებს მან, ხო, რაღაცებს აიძულებს, მოდი ესე ვთქვა, სატურნი იძულების ენერგია არის. სატურნის სიმკაცრის ენერგიაც არის, ეს არის რეალობის ენერგია, რომ მოდი მოერგე ახლა რეალობას. ეს ენერგია არის და სხვათა შორის საქართველოს ხელისუფლების საქართველოს რუკაში მზე ასევე ვერძის ზოდიაქოში არის და აი ამ ვერძს გაუვლის ჩვენ მზეს გაუვლის მერე სატურნი და აქ ხელისუფლებებს რაღაც სერიოზული კრიზისები და პრობლემები შეიძლება შეექმნათ, შეიძლება კი არა შეექმნებათ სხვათა შორის რამოდენიმე მძიმე სახიფათო პერიოდი გვაქვს და ეს უნდა გადავლახოთ მშვიდად. ერთი იცოდეთ, რომ რაც არ უნდა მძიმე ტრანზიტი იყოს ხოლმე, არ არის აუცილებლობა, რომ ახლა რაღაცა მოხდეს და ყველა ვარიანტში დაგვემართოს უბედურება, თუმცა მაგალითისთვის რო გითხრათ 13 ივნისი 15 წელს 2015 წელს პლუტონი შეუერთდა ტრანზიტული ჩვენ ურანს და ურანი ეს არის მოულოდნელობა. ეს არის აი უცებ რო რაღაცა დამეცემა მეხი და პლუტონი ქმნის აქ ტრამვებს, დრამებს, დაღუპვა, გარდაცვალება, ანუ რაღაც მძიმე არის, ხო ეს? და აი ეს ტრანზიტი გქონდა. უახლოეს პერიოდში გველის ამ პლუტონის უკვე სატურნთან შეერთება, ადრეც თქვი და მან არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ უნდა გადავლახოთ ეგ პერიოდი რაღაცნაირად, ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ანუ როცა ვიცით უკვე კრიტიკული მომენტები, ხო, აქ მნიშვნელოვანი არის ვიყოთ მომზადებული და ვიცოდეთ ახლა როგორც ევროკავშირს და ნატოს წინ სადესაწი ელოდება ვხედავთ. ევროკავშირს გაცილებით რთული კომბინაციები აქვს, მათ მთელ სტელიუმში გაივლის შავი მთვარე, ნატოს სტელიუმში გაივლის სატურნი. მომავალი პერიოდი შემოდგომიდან, ხო, დაახლოებით და აქ ვხედავთ, რომ წინ სირთულეები ელით მათ, საკმაოდ სერიოზული სირთულეები და ამერიკის შემთხვევაში, ნუ ხა ტრამპის რუკიდან გამომდინარეც ვიცით, სად უნდა წავიდეს, ხო, ეს ყველაფერი. როცა ამბობენ ხოლმე, რომ აი შავ-მთვარეს ძალიან ბევრი კარგი რამე შეუძლია დაბრუნებისას მოიტანოს, ხო, აი შავ-მთვარის დაბრუნებას რო ვეძახით, ხო? ილონ მასკის შავი მთვარე არის ასწორში
და სატურნის ლილიტის დაბრუნებისას მას მიეცა ძალაუფლება, გავლენები და ტრამპსაც მის იუპიტერთან შეერთებისას ძალაუფლება მიიღო. მაგრამ ხედავთ ილონ მასკის სერიოზული ჩართულობით აქ პარტნიორობაში, აი მოკლედ როგორ რაღაცეები, ანუ მიეცა ძალაუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ცაცთურივით არის ეს ყველაფერი. ანუ კარმულად ჩვენ გვეძლება იგივე სიტუაცია, ოღონდ გააჩნია ჩვენ ამას კარგად გამოვიყენებთ, ცუდად გამოვიყენებთ. ცაცთური არის მეგობრებო შავი მთვარე და ძალიან დიდი მახვილი გონება არის საჭირო და მაშინ ხდება კარმის გადაპროგრამება, როდესაც ჩვენ ამ ცაცთურს ხედავთ და გავაცნობიერებთ რა არის ეს საცტური და მივიღებთ უკვე სწორ გადაწყვეტილებას და სწორად გამოვიყენებთ ენერგიას. ყველას არ შეუძლია აი ეს პოზიტივი შავმთვარეს რაც შეუძლია მოიტანოს, დაინახოს სწორად და ეს იგივე წრეში შეიძლება საცტურის კუთხით წავიდეს. თან ილონ მასკს არა აქვს უბრალოდ შავმთვარის სასწორში, მეგობრებო, მას შავმთვარე პლუტონთან აქვს შეერთებაში და ურანთან. ურანი ეს არის ნგრევა, ურანი ეს არის აბსოლუტურად განულება რაღაც სიტუაციის დამხობა, ესენი რევოლუციონერები არიან და გვერდზე პლუტონი და გასაგებია როგორ ხო მოვიტანო ძალაუფლებით რაღაცების დანგრევა. რთული არის პლუტონი ლილიტის შეერთება და გვერდზე კიდე ურანი, ხო? ის ცოტა ნეგატიური კარმა აქვს, მას აქვს რაღაც სერიოზული ნეგატიური პრობლემები და ესე ცოტა რთული არის ხოლმე, ხო? მაგრამ ნახეთ ახლა აი ზედა სურათში რო ავიდეთ და დავინახოთ ეს სიტუაცია, ხო? აი მე რამდენიმე წლის წინ პირველად არა, ნუ აი რო საცხოვრებლად რო ჩავედი ევროპაში, აი სულ ერთი კვირა დამჭირდა რომ მე ნახა რა ხდებოდა, ხალხს უბრალოდ რო ხალხს შევხვდი, ხო, ევროპელებს რომ მივხვდი რომ მათ რაღაც სერიოზული პრობლემა აქვთ, ხო? სერიოზული პრობლემა ის აქვთ, რომ სადღაც დროში გაიყინენ თითქოს და ძალიან დიდ კომფორტში შევიდნენ. ზოგჯერ მეგობრებო, აი ახლა ის ამშულდოსნურად და ზედასურათით რო აკიხსნათ, ხო? აი ესეთი ვითომ დაბალი სურათით ნეგატიური პიროვნებები, რომელიც რეალურად საკუთარი კეთილდღეობაზე არიან უფრო ორიენტირებულები, ვიდრე ხალხის კეთილდღეობაზე, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში აი ესეთი მოდით ესე ვთქვათ, ღმერთის აი მეორე ხელით ბევრი რაღაც კარგიც ხდება ხოლმე იმ კუთხით, რომ ზოგჯერ ჩვენ კომფორტი, აი ამისთვის ათ უნდა ვიყოთ, სულიერად უნდა ვიყოთ გაზრდილები იმ კომფორტისთვის, იმ ბედნიერებისთვის, იმ სიმშვიდესთვის და იმ რაღაც პოზიტივისთვის. მზად უნდა ვიყოთ, როცა სული ამისთვის მზად არის, ცოტა დეგრადაციაში შეიძლება წავიდეს. რაც მაგალითად ახლა ამერიკაში ხდება, რომ აი უბრალოდ პოპულიზმს წამოეგო საზოგადოება, ხო? და თან მათთვის ეს ოკეი არის, რომ ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტი მოდი ესე ვთქვათ, ეს ეტენება ავტორიტარ იმას და ამ ხელა ღირებულებებით გამოდიოდნენ და უცებ აღარ გვინდა ჩვენ ეს არაფერი და ჩვენ მარტო ფული და ვაჭრობა გვაინტერესებს, ახლა ამას ოკეი ეგუება ხალხი, ესე იგი ამ ხალხში რაღაც პრობლემა არის, ხო? ანუ ხელისუფლებებში იმდანაც არ არის პრობლემა, როგორც ხალხში არის პრობლემა და ხალხი რაღაცნაირად იზიდავს თითქოს ეს ეზოთერულად გეუბნებით დესტრუქციულ ხელისუფლებებს, რომ მათი ხელითვე მათ რაღაც ცუდი დაემართოთ, ხო? აი მაგალითად რუსეთის ხელისუფლება რატო არის? იმიტომ რომ მთელი საზოგადოებას აი თუნდაც რომ ჩააგდო და ჩაგდებულებიც არიან რაღაც უბედურებაში, იმდენად არ უყვართ თავის თავი, იმდენად დაბალი შინაგანი ენერგეტიკა აქვს, რომ მათთვის ის გარემო არის ოკეი. ხო ხდებით? აი ის სიღარიბე იქნება, ახლა უსმენ ხოლმე რუსულ არხებს და ეს რწუწუნებენ იქაური მაცხოვრებლები ზოგს წყალი არ აქვს, ზოგს ის არ აქვს, ზოგს ეს არ აქვს და ვითომ დიდი ქვეყანა და ხალხს უმჭირსო, ხო? და ყველაზე მთავარი, როდესაც მე სიცოცხლე იმ დონეზე არ მადარდებს, იმდენად ფასი ჩემ სიცოცხლეს არ აქვს, რომ ჩემი ან თელს ჩემ ოჯახის წევრებს რაღაც გაურკვეველ ომში გავუშვებ, რომ ვიღაცებს ფული იშოვონ, აქ უკვე ნიშნავს, რომ ჩემი სული არის ძალიან ღარიბი და ჩემი ღირებულება არ გამაჩნია. მე საერთოდ ფასს არ ვადებ ჩემ თავს, იმდენად არ მიყვარს ჩემი თავი, ხო? ამ შემთხვევაში და არის მეორე უკიდურესობა კიდევ, როდესაც მე ისე ვაფასებ ჩემს სიცოცხლეს, რომ მორალი აღარ მაქვს, არაფერი არ მინდა ოღონდ კომფორტში ვიყო. ეს ეზოთერული კუთხით ორი ენერგია ერთ წერტილში არის. და შესაბამისად მოყავთ ისეთი ხელისუფლებები, რომელიც
მათ რაღაცნაირად დაეხმარება განვითარებაში და ხანდახან კრიზისები ან განადგურება გვეხმარება სულიერ განვითარებაში ხოლმე სამწუხაროდ და აი აქაც შვილდოსნურად ზედა სურათით რო ვუყურო, კანონზომიერი არის ყველაფერი. მე მაგალითად ესეთ ბრძოლაში არ შევალ ესე პირდაპირ და ბრძოლას რას გულისხმობ, ხო? აი ემოციურად არ შევალ. მე რო აი ძალიან ნერვები მომეშალოს, რომ ვაიმე რატო ხდება ესე და აი ეს პროპაგანდა სად არის და რაღაც. ნუ აი ზევიდან რო შევხედოთ, ეს აუცილებელი არის ეს ყველაფერი რაც ხდება, ხო? და რაღაცნაირად უნდა გაუშვა ეს ხალხი, რომ ესე იგი საჭირო არის ეს ყველაფერი. და აი ეს რაღაცა ცუდი, ბოროტი ბჭყალებში ტიპებით ეს ხორციელდება, რაც ჩვენთვის რეალურად სასიკეთოა ხოლმე, ხო? ესე რო ვთქვათ და სასიკეთო არის სულისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი დრამა და ტრაგედია ხდება. ახლა რეალურად რო გითხრათ, ჩემთან ყოველდღიურად რამდენი ადამიანი მოდის, ხო? და სულ არის აი როგორი მძიმე ტრამვები აქვთ იცით ადამიანებს იმის გამო რომ აი საბჭოთა კავშირში გაზრდილი მშობლები რომელმაც განათლება არ ჰქონდათ და მთელი ამბავი და აქედან დიდი ტრამვები ჩამოგვიყვა ყალიბდა ვიძახით და ნუ მყავს ხოლმე ხა ევროპული კონტინენტიდანაც ხალხი რომელსაც საერთოდ სხვა პრობლემები აქვს საერთოდ არ აქვს ესეთი აი ესეთი მძიმე ხრმა ტრამვები არ არის ხო იმიტომ რომ ახლა ჩვენთან როდესაც ახლა ფსიქოლოგიას ვსწავლობ მაგალითად და აი ეს ფსიქოლოგიაში რაც არის სწორი ურთიერთობა, სწორი ბავშვთან ურთიერთობა, სწორი ურთიერთობა მშობლებთან, აი კონფლიქტის, აგრესიის გარეშე, საკუთარ ტრამვებთან კონტაქტი, ეს ყველაფერი მოდის ევროპული ცივილიზაციიდან. ცოდნა მოდის, აქ ევროპა აკვიატებაზე კი არ არის. როგორც ჩვენი წინაპრები მე-4 საუკუნეში, მე-10 საუკუნეში აგზავნიდნენ საბერძნეთში, ბულგარეთში, რაღაც ისეთ ცენტრებში, ხო, საიდანაც მთელი კულტურა მოდიოდა, განათლება მოდიოდა, ხო, სადაც ცივილიზაცია ჩქეფთა იმ რეგიონებში, რომ ჩვენი მღვდლები მიდიოდნენ, რომ ის ცოდნა შემოეტანათ, ხო? აი ეს არის ჩემთვის ახლა ცივილიზებული მსოფლიო, სადაც აი ეს ყველაფერი ტრიალებს და ის ჩვენ რაც დღეს ვიცით რასაც ჩვენ ახლა ვსწავლობთ, რასაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად, იქნება ეს ტექნოლოგიური პროგრესი, იქნება ეს რაღაც ცოდნა ადამიანური, ხო, იქნება ფსიქოლოგიური ცოდნა, ლიტერატურა იქნება ეს სხვადასხვა განვითარებები, ეს ყველაფერი ევროპული მონაპოვარი არის, ხო, ცივილიზებული სამყაროს მონაპოვარი არის და ამით იზომება, მეგობრებო, ზოგადად სად არის ცივილიზაცია და სად არ არის ცივილიზაცია, ხო? აი ამ ცივილიზაციის მონაპოვარს მერე არაცივილიზებული ველური ბჭყალებში საზოგადოება ამას მოიხმარს იმისთვის, რომ დაამხონ ცივილიზებული სამყაროები, ხო? და ქვეყნებშიც ეს არის, ვიღაცა არის განათლებული, განვითარებული საზოგადოება ამოიყვანს ხოლმე ქვეყანას ჭაობიდან, მერე გაუნათლებელი საზოგადოება ებრძვის ამას და ამ გაუნათლებელ საზოგადოებას ვეძახი მე პოპულისტებს და პოპულისტების მომხრეებს, აი ეს რაღაცა ბოღმა, ეს შიდა შური, ეს რაღაცა არასრულფასოვნების კომპლექსი, გაუნათლებლობა, ეს ყველაფერი ებრძვის მერე იმ განათლებულ კატეგორიას და იმას ჩამოაგდებენ და მერე ეს ყველასთვის დიდი პრობლემა ხდება, ხო? და აი ეს ციკლი ალბათ მნიშვნელოვანი არის. ეს ახლა ძალიან ფილოსოფიაში წავედი, უბრალოდ მთლიანობაში რომ შევკრა, მე ჩემ აზრს გეუბნებით, ჩემ დაკვირვებებს წლების განმავლობაში ახლა ის არ არის დატოვებული ადამიანი პოლიტიკურ სფეროში რუკარო არ მქონდეს მათი ნანახი, მათი ცხოვრება წაკითხული, მათი მერე გამოსვლები წაკითხული და აი ძალიან ბევრს მუშაობ მაგ მიმართულებით, სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს ეს პოლიტიკური ასტროლოგია და ვაპირებ ეს ამ რუბრიკის გაკეთება სხვათა შორის, რომ აი ესე განვიხილო ფიგურები, პოლიტიკური ფიგურები ასტროლოგიური თვალსაზრისით და იქ ნუ მოგვიწევს ესე ხო ზოგადად ჩარჩოშიც ხა მარტო რუკა დავდო ეს არა ხო იქ რაღაც ტენდენციები ჩემი მხრიდან მე თქვენებურად გადახარშავთ თქვენებურად მოარგებთ ხო თქვენს ამ ინფორმაციებს მაგრამ მე ესე ვხედავ ამ სურათს იმიტომ რომ წლების განმავლობაში რო ვაკვირდები ხოლმე ამ მოვლენებს ხო აი ეს ციკლი ზედა სურათით ესე ჩანს და მე აქ რაღაცნაირად უნდა გავუშვათ პროცესი, იცით, რომ ჩვენ საზოგადოებაშიც არის ლიტი მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი კატეგორია, რომელმაც ალბათ უნდა დაიმსახუროს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობა, ხო ის ცოდნა, ის განათლება
მართლა დაიმსახუროს რომ მიიღოს და ესეც ციკლი არის ჩვეულებრივი, ესეც უნდა ნუ ხა ისე ვერ გავაკეთებ ჩვენ არა გვაქვს ამის ფიფუნება ახლა რომ ისე მიუშვათ რომ ფლიანად განადგურონ ქვეყანა ხო, მაგრამ ეს ტენდენცია ნამდვილად არის. ახლა ერთ მეებს უსმენდი უცხოელების ვიდეოებს აი ის რაც გერმანიაში ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ის მთები დაფერფლილი ადამიანების მაგალითად, ხო? აი შეუძლია ადამიანს გააკეთოს და ამაში აიყოლიოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ხო? აი ეს პოპულისტულ პროპაგანდისტული ნაწილი ძალიან ნადვილად შეუძლია აიყოლიოს, რაც მოხდა რეალურად გერმანიაში, რასაც აკეთებს პუტინის რუსეთი ახლა ამ პერიოდში. და აბსოლუტურად ვინც კი თუ მე ვხედავ ან მეცნიერი ხომ ყველაფერს უსმენ ხოლმე თუ ან ეზოთერულ სფეროში თუ არის ფსიქოლოგი თუ არის მეცნიერი თუ არის პოლიტიკოსი თუ არის ნებისმიერი წარმოადგენდა რუსეთში ცხოვრობს მე იმას აღარ უსმენ იქნება მოსმენა იქნება წინასწარ წაკითხვა იმიტომ რომ აუცილებლად პროპაგანდისტულ ღერძზე იჯდება ნუ ეს არის უკვე ეს არა კანონი ნებისმიერი წარმომადგენელი ეს აუცილებლად უნდა ატარებდეს გამრუდებულ იდეოლოგიას, ანუ ტყუილს უნდა ატარებდეს და როცა ახლა რაღაცაზე გაქვს პრეტენზია და ტყუილში ხარ, ის უკვე აღარ არის ჩემთვის არც ავტორიტეტი, არც საინტერესო, ხო? და აი ესეთ ქვეყნებს ქმნიან მერე აი ესეთი ხალხი და ალბათ საზოგადოებაც არის მან ხო და ოკეია მათთვის ესეთი ისა და ამიტომ ზედასურათით ეს ჩანს ძალიან დიდი სიკეთე. ოღონდ ცუდი ხელით და ესეც გასავლელი აქვს ალბათ ხალხს და მე მგონია რომ ეს მერწყულის თაობა, მერწყულის ეპოქა, ეს პლუტონი მერწყულის პერიოდი თან განსაკუთრებით, აი ამას გადაალაგებს, იცით? აი ისე მოუჭერს პლუტონურად ყველაფერს, რომ აი ეს თავისუფლება სადღაც აფეთქდება აუცილებლად და მე მაგიტომ დიდი იმედი მაქვს, ხა ძალიან გამიგრძელდა, ხო? დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს ტრამპის ლილით ქალწულური ქვეყნიდან გამომდინარე ეს აი ძალიან მეშჩანური ღირებულება, რომელიც უკვე ძალიან ახალგაზრდებისთვის ძალიან ამაზრზენი არის, ეს გაივლის, ეს სახადი არის, მე ესე მგონია რუკიდან გამომდინარე. ეს არის სახადი, რომელიც უნდა ამერიკამ უნდა გაიაროს, ეს სახადი, რომ მე კითხვები დასვას და მე საზოგადოებამაც მომავალი თაობები ცოტა სხვანაირად გაზარდოს, ეს აუცილებელი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? შესაბამისად, მე უყურებ ძალიან მშვიდად, მეგობრებო, ძალიან დიდი ოპტიმიზმით. ხანდახან არის ეს პერიოდები, რომ უნდა ჩავეშვათ, უნდა სერიოზულად, აღარ არის ეს სიმშვიდე აწყინა საზოგადოებას, ხო? იმ მატერიალურმა, ყველაფერმა აწყინა საზოგადოების რაღაც ნაწილს და შესაბამისად სამკურნალოდ უნდა ჩაერთოს უკვე ცუდი ბიძიების ხელით რაღაცა ძალიან ცუდი. ეს ევროპისთვისაც ძალიან კარგი არის პირველ რიგში, იმიტომ რომ განსაკუთრებულ კომფორტში ესენი იყვნენ. ამიტომ ზედასურათით ჩანს ეს დროებითი, ზედასურათით ჩანს ეს რაღაცნაირად საკაცობრიო პროცესი რომელიც უნდა გავიაროთ უბრალოდ და მე მაინც მგონია რომ რაღაც ომი ამას მოყვება აუცილებლად, იმიტომ როგორც წესი თან ისეთი ასპექტები მე გვიჭდება ყველას, ბევრ ქვეყანას უჯდება, რომ რაღაც კრიზისები იქნება სერიოზული და ნახოთ რა იქნება. ჩვენ იმედია რომ რაღაცნაირად ისევ ღვთისმშობელი გადაგვარჩენს და მაქვს იმედი ამისი რომ ეხლა ეს ორი წელი გვაქვს რთული ეს წელი და მომავალი წელი მერე თან შავი მთვარის დაბრუნება გვეწყება და ეს მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება ჩვენთვის მომავალი წელი აი ეხლა აპრილიდან სოლარი რო დაგვეწყება მომავალი წლის აპრილამდე გვაქვს რყევები რთული პერიოდი და ეს უნდა გავძლოთ რამენაირად გემშვიდობებით მეგობრებო დამიწერეთ კომენტარები აუ სულ მავიწყდება და ლაიქეთ ხოლმე სულ მავიწყდება ამის თქმა რომ სხვებმაც ნახონ ეს ჩვენი არხი წარმატებებს გისურვებთ ბევრს დროებით